გაუმარჯოს YouTube-ს, ირაკლი გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. ზოგადად YouTube-ის მაყურებელს და ყველაფერს საუკეთესო უსურვებ. დღეს ერთი მოკლე აღწერა კიდე გავაკეთოთ და თან გავისროლოთ ჩვენ ტრადიციულ სტილში. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ალბათ ამ კაცმა ბენელის საწყობს მიაგნო და კიდევ ვცდილობთ რომ გავიდეთ ბენელის ხაზზე, რომ იქნებ თვითონ იარაღი გაჩუქოთ ბენელი, რამდენი რეკლამების მე. ელოდე. ხო, დღესაც ბენელი გვაქვს. ვон ცოტა სხვანაირი ბენელი. განსაკუთრებული ბენელი გვაქვს. ისეთივე განსაკუთრებული როგორც იყო კრიო, აი ეს დაიმონდი, Black Diamond Black უბრალოდ. და ნახოთ რა არის, როგორ არის და ვილაპარაკოთ ორი სიტყვით გეტყვით ამ კონკრეტულ მოდელზეც. რატო არის ესეთი კარგი და რატო არის გამორჩეული ის იმას ვისაუბრებთ. ნუ აწვალებ ამ ხალხს გახსენი და დავცხეთ. გავხსენით. ესეც აი დაიმონდის ანალოგ ზუსტად იგივე კეისია. და აგერ რა გვაქვს? ჩამჩნიეთ კლასით Diamond Black-ზე მაღალი კლასის ეთოს სპორტი მაღალი კლასის ცოტა ხმამაღლა ილაპარაკი რა კარია და მეთქვა და გადავაკეთე სპორტული გლულულიანი ტოფია მოკლედ და კონკრეტულად სისტემა იგივეა პრონოჩეულანს ინერციული სისტემა არ განსხვავდება არაფრით მოდი შეახედეთ დავითვალავი 2 საბრძოლო კბილით ლულის გაზრონაწილის უკან დატოვებული ბრჭოში იკეთება მოზრდილი თათაკი ორნაწილიანი რესივერი ლულის კოლოფის კოლოფი ერთიანი მონოლითი არის ერთი ნაწილია ინტეგრირებული არ ინტეგრირებული კონცენტრაციად მექანიზმი და ზედა ნაწილი იხსნება როგორც დინამ განხილოზე გავიარეთ Black Diamond-ის აი ეს ამოდის მთლიანად გადმობრუნე ის კარგად აზრი არ აქვს მოსდოს განსხვავება რა არის უყურეთ გამშვები ღილაკი არის დიდი ანუ ეს მოდელი არის ეთოსი არის კონკრეტული მოდელი არის სპორტული მოდელი და გამშვები ღილაკიც აქვს ძალიან ისეთი დიდი რომ მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ვაზნის გაშვება ლულაში და დიდი რო ადვილად ხდება რა მოკლედ ძალიან კომფორტულია ამისი ეს იმას ანიშნავს რომ სანადირო ვერ გამოიყენოთ ამას 90 სანადიროდაც იხმართ მაგრამ სპორტული დანიშნულების არის ეს კონკრეტული მოდელი ამაზე მეტყოლებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული რა შევიღოთ ლულას ლულა ფაქტიურად იგივეა რაც ქონდა Diamond Black-ს ერთმანეთში ერთმანეთზე გადადის გადამოდის როგორც მახსოვს მაგრამ ლულის ლულას დატოვებული აქვს ესეთი პორტრეტული ნახროტები შეხედეთ 1 2 3 4 5 6 24 ნახროტი აქვს რა ორივე მხრიდან ნახროტები ტექნოლოგია ეს ნახროტები განაპირობებენ ჭარბი გაზების ფიქსიერ დატოვებას ლულის არხიდან ანუ უცბად გამოდის და ამ ასე ვთქვათ ამ ნახროტების მეშვეობით ხდება ის მაუნე ჭარბი გაზების უკან გაყოლა საფანტის კონაზე რომლებიც მე ხელს უშლიან ხოლმე საფანტის აჭკვეთას ანუ ვარდნა ხდება რა ხო წნევის ვარდნა ხდება და წნევის ვარდნასთან ერთად ხდება კონტეინერის შემოხვეჭება ანუ იმის შორზე აღარ მიყვება კონტეინერი ახლა დავწუნდებით რომ ეს ვთქვით ნახავთ რომ შეიძლება ახლოს უნდა დავარდეს კონტეინერი წესით კიდე რა უნდა მომხლებდა ყურადღება სამიზნე თამასა არის კარბონის უკვე აქ დიდი აქ გაზომთ 8 უნდა იყოს ეს მილიმეტრებში და ბატხოშენის მილიმეტრია ანუ სამიზნე თამასა არის კარბონის ორი კორა აქვს შუაწელზე და წვერზე დატოვებული და არის განიერი როგორც შეეფერება ხოლმე სპორტულ ტოფებს და ახლა ზუსტად რამდენია მილიმეტრებში ახლავე გეტყვით დავით ახლა აღჭურვილია ხოლმე ყველაფრით და ეს რა მილიმეტრი ეს არის ინჩი მილიმეტრები აქვს როგორც გითხარით სანტიმეტრიანი სამიზნე თამასა აქვს რუიანი კი არა სანტიმეტრი არის 1 სანტიმეტრია 10 მილიმეტრი რა სამიზნე თამასა
განიერი სამიზნე თამასა საშუალებას იძლევა მოძრავ სამიზნეზე მეტი კონტროლი განახორციელოს სრულელმა რა. მეტი კონტროლის სწორი კარგი და ეს გამოდგება როგორც თებში შესრულისას, ისე ბინჩი სრულისას და ისე ზოგადად გადამფრენზე სრულის დროს რა. შენ ისე თქვი რაში არ გამოდგება თორე რაში გამოდგება? გამოსაყენებელია. სამიზნე თამასა ოდნავ წამაღლებულია, მაღალია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ შეხედეთ სამიზნე გადასვლა როგორი აქ ხდა, მე აი ჩამოდის ხვევით. შენ ერთი რამე და იცი შეგეკითხო სანამ ის გადახვალ. ხო. ტელეფონი გირეკავს, მოდი უპასუხე და დავაპაუზებ. ამომწურავთ ყველაფერზე. ჰა, ვიდი. გამორთ ახლა ეგ ტელეფონი ხელს მოვიშლის. რას გეკითხებოდი? განმოაბრუნე ეგ სპორტული რო არის, აი ეს ორი ცალი რა თუნდა. თუ ეს უბრალოდ სანადირო ვარიანტშიც არის. არა სპორტული სრულისას ძალიან კარგი მეტი კონტროლია რა, ფრინავ სამიზნეზე, მოძრავ სამიზნეზე სრულის დროს რა, მე არა სპორტულია. არა, მსროლელი ახერხებს ორივეს გაუსწოროს და თან ჩვევის ამბავია. აქ ამას შენ ამას რეაქცია ყურადღებას ბევრი სხვა დადებითი ისინია კიდე რაღაცები, რომლებიც გაგიკვირდება ხლის რაღაცები ხომას რა. თქვი რა. სათხემელად. ნუ გასაგები რომ მაგნუმსულა და გასაგები რომ სპეციალური ბენელის სპეციალური დაფარვის, ლულის დაფარვის. რისი ლულა აქვს? მაგნუმია ლულები რა. კინაღამ მაგნიუმი გავიგე როგორ და გიკადრებოდ მაგას ვასწავლი ბავშვობიდან გავაკეთე. კინაღამ მაგნიუმი გავიგე და უკვე ავიჯაგრე. შეხედე ბენელი ანდროესაც იმპაქტ. ეს არის ჩოკური შევიწროების და წაკითხე როგორ აწერია ტიპი რა. სპეციალურად ამ სისტემით დამუშავებული ჩოკური შევიწროებია და ახლა უყურე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გასაოცარი რაც შეიძლება იყოს. როგორ გონია მე შენ მაინტერესებს ჯერ რა ექნება ამ ლულას გაბრუღულობა, ლუჩით გაბრუღულობა. შენი აზრით. მე ალბათ სპორტულ ცოტა უფრო განიერი არ უნდა იყოს. წესი მართალი ხო ლოგიკა რო გაქვს თორე. მაინც რამდენი? ვერ შენ არ მითხრა 18 და 8 აქო. 19 და 7. 19 და 7 აქვს ბიჭო გაბრუღულობა. აგერს მოვთ ვარ გჯერა ეგ. წამეკითხა მაინც შპარგალკაში ჩამეხედა აგერ ყოფილა. არა ვიცოდი 19 და 7 იყო და მე მოვძებენ და ზოგზი რა არის ხომ და პასპორტი უწერია მაგრამ აქ პირდაპირ დადანელი რა 19 და 7 რა ხელა დიამეტრია ცი 12 კალიბრის ნომინალებს სილდება ეს სხვა კალიბრია უკვე რა ხო რა 19 და 7 შეიძლება ცოტა პატარა კაცმა ფეხდგომელამ გაიაროს აი 12 და 7-ია რა 60 მმ-ია კამორაა და 19 და 7-ია სენსორლობა რა 24 წლის მოდელი არის, აგერ პირდაპირ მიწერია IT 24-იან ახალი გამოშვებულია. ნუ მადენ იტალი როა ეგ რა თქმა უნდა აღარ უნდა ამას ლაპარაკი, მაგნუმის სრულები როა გასაგებია, ფოლად საფანცროის რის გასაგებია და კიდე გამოგჩა რა, კინაღა გამოგჩა. შენ კიდე არ მარცი მეტყვი არაფერს. უყურე როგორი სისტემა აქვს. პროგრესული კომფორტ სისტემა გქონდა ხის. გაუმჯობესებული და ეს უცემას ამცირებს ძალიან დიდ რაოდენობით. აქ კიდე ზამბარები აქვს ამაში. და უცემის დროს არ მახსოვს გონი 28-38%, 22%. უცემის შემომცირებელი, შემოსუბუქებელი ვარიანტი. ზუსტად ეგეთი კონდახი ქონდა 828 რო ქონდა. კი ბატონო. 828 გადასახსნელს. ასეთია. ეგ ბენელის ესენია რა, ტექნოლოგია ფიშკებია რა ეს. ნუ ბენელია რა. ჩაკეტვის სისტემა ახლა ბევრი ისეთი არაფერი განსაკუთრებული უგზით ხარ ბუნუთ შეულანის. აგერა წერია კიდევაც. ბენელი ინერცია სისტემა ბუნუთ შეულანის. ჩაკეტვის სისტემა ისეთიო საკეტი აქვს როგორც კრიომას ხონდა დაიმონდს და იმასაც გეტყვი რომ დაიმონდზე რო ღილაკი იყო იმ ღილაკის გადაკეთება შეგვიძლია ასეთი დიდი ფიშკის დამაგრებაზე ორი ხონდა თუ გახსოვს და ამ ფლეშას თუ შეგვიძლია დავამაგროთ მაგრამ ამას მოყვება გეტითელი და ეს დიდი ღილაკი არის ხოლმე კი აღარაწვებიან თითით ხელის ჩარტყმით ჩაარტყავ და სწრაფად ხდება უფრო იმათ ეხლა სპორტსმენებს ძალიან ეჩქარებათ და იმიტომ სპორტსმენებისთვის და ეს ხდება კიდე ეს ღილაკი კიდე ხელს უწყობს აი მე ბოთლს რო ვაგდებ ხოლმე და ვაზნას რო ვდებ და მე რო ვასწრო აი ეს ღილაკი ძალიან უწყობს ხელს მაგ ამბავს იმიტომ რომ პატრაცული ღილაკი ხო საშენო რა საჯამბაზო დასაწყო ხო და ეს დიდი რო ვაგდებ უკვე ადვილად და რბილია უფრო კარგია და მოკლედ მაღალი კლასის ტოფია რა კონდახს შეეხება ხო გითხრა რომ გადასა მე ამ 10 გრადაცია ჰაი კლასის კონდახია მეთქი ვერ გეტყვი მაგრამ კაკალი არის აშკარად და აშკარად კარგი ფაქტურის არის და აშკარად სადღაც მესამე მეოთხე გრადაციას თავისუფლად წვდება
დიდი მაღალი უფრო მაღალი გრადაცია ვერ იქნება ფიზიკურად არ არის ნახატი არ აქვს ისეთი რომ მაგას მივაკუთვნოთ მაგრამ კაკალია და კარგი ხარისხის კაკალია კარგად დამუშავებული კაკალია ასე რომ თქვა ჭიდის ტევადობა როგორი აქვს ხო კლასიკურად როგორც მიდის ხოლმე ეს იქნება 4+1 4+1 5+1 მე გამომახსოვს მე გავსინჯოთ ხო დამზადებულია იტალიაში რავი აი რა გითხრა სხვა რა 24 წელს არის შაშამარი გამომზადებული ჩოგები დაგჭა აინა გავხადოთ ჩოგები უყურე ჩოგებზე ხო თქვი რომ რაღაც სპეციალური არა ამას გარე ჩოგები აქვს და იმიტომ აი ნახე გარე ჩოგები გამოდის ხო სპეციალური სახელი ქვია ამ გარე ჩოგებს ეს მაგაზია ნახე ჯერ ერთი რო გზელებია მოგოჩვენე კარგად და ეს გზელი ჩოგი აი ამას ამბარაზე ამაზე უნდა საუბარი ქანჩზე რომ ეს ქვედანაწილი არის აი ამ რესპის კორექტორი ლულაში შორო ვისაუბრეთ მაშინ ჩაწვენდავს და კორექტებს ეს არის ზამბა ეს მოსახსნელი კანჩი ეს გაასწორებს მე სათავსო და როგორ ხარისხიანი დამზადებული ჩოგური შევიწროებია და ეს გძელი როა საფანტის კონას თლიანად იტანს შეგით რა ნაწილობრივ არ ხდება მოკლედ ჩოგებში როცა გაივლის საფანტი ნაწილი წინ გაივლის ხოლმე ნაწილი საფანტი უარჩივა სანამ გაივლის ბოლომდე ხდება ანუ ედაპობრივად ხდება გასვლა აი ეს ასეთ ჩოგური შევიწროება თლიანად იტანს საფანტის კონას და 40 გრამამდე საფანტი იტანს ეს შეგით რა აი გუდა შემეკითხა თლიანად მოხდება შეგით გრამას აქვს მეთქი მნიშვნელობა უნდა მე 24-ია თუ 24 ხო და ეს არის სპეციალური ტექნოლოგიით რა იმპაქტ სისტემისა და advanced impact სისტემით დამზადებულია ანუ სპეციალური სისტემა რომელსაც მზადდება ეს ახლა უყურეთ ალბათ არის 7 სანტიმეტრი და გარეთ გამოდის კიდე და ეს მარტო სპორტულ თოფებზეა ხოლმე ეს რა ქვია სპორტულ თოფებზე ხოლმე დამახასიათებელი და რომ შეხედავ უყურე აქედან შეხედავ იქ გადასვლის ხაზი და ემჩნევა რა და აკვდი აი ეგრე შეხედე და კი აი ნახეთ გული როა კი ორი სხვადასხვა დიამეტრია ნახე სხვაობა ძალიან მცირე მაგრამ უზუსტად დამზადებული და უმაღლესი ხარისხის ჩოგური შევიწროებია მინდა გითხრა ასეთ მომღერლ კლასი ბევრ ტოფებში არ შეიძლება ეხლა უყურე გარეთ გამოსვლის გარდა არის 7 პლუს გარეთ გამოდის 20 მმ მთელი 90 მმ-ია ალბათ მოდი აბა გაზომე ეგეც რა მაინც გაზომეთ სუფერ რა ხო და მთელი 90 მმ-ია და მან მაგ მანძილში ნუ ყველა დეტალი შეიმჩნევა ამ თოფს რომ არის მაღალი კლასი რა ყველაფერი შეიმჩნევა აი კეისიდან დაწყებული მინდა დამთავრებული რა შეიძლება ცოტა მეტი 9 სანტიმეტრი იქნება არა მეტია даже 12-ია ხედავ 12-ია ეს 10-იანი ყოფილა ხო თვითონ რაც იმალება არის 10 სანტიმეტრი ხო და ეს ორი გამოდის ზევით რა 120 მმ ეს ორი გამოდის ზევით წინ ხო ანუ ლულა გქონდა 70 სანტიმეტრი და რეალურად გამოდის 70 სანტიმეტრი რა არა 14 არა მე გავზომე და 71 არის ამის გარეთ გამოსულიანად ამიანად იყო 71 ხო ანუ ორი მოაკელი და გამოდის 69 ჩოგის გარეშე მაგრამ ეს ჩოგი ხო ეს ჩოგი უკვე მატებს იმას წინ მატებს იმას რა ლულაზე რა გვიყენია ამ შემთხვევაში გეტყვილს არ ვიცი დავიწყოთ ცილინდრით და ეს 90-იანი ეს ჩოგია ეს სამი ჩახედე იმის ნახვას პირდაპირ ლულა ნახე 1 2 3 4 მოდი ეგ მოხსენი ცილინდრის ნაპორა ეგ მოხსენი ხუთიანი დავაყენოთ ცილინდრი თითო გავისროლოთ ახლა 4 რას მოგწევს 4 ჰა ხუთიან ძალიან გაგვიშლის საწყო არა როგორ შლის ის რო ვნახოთ თორე ჩოგის მუშაობა რო ვნახოთ სამიზნე არის 60-60-ზე ცოტა პატარაა დღეს მაგრამ ცილინდრი ძალიან გაშლის მეთქი მაგას კი გაშალოს მე რა ყველა გავსინჯოთ თქო მაგას ვამბობ და სამიანი მოვიტოვოთ ბოლოს იმიტომ რომ სამიანით ყოველ წუთას რო არ მოუხსნათ და დავამაგროთ აი ეს იყო 4-იანი ეს არის ცილინდრი რა ცილინდრის ნაპორა ხო გამოდიოს ცილინდრი 0.25-იანები ხო ეს არის სული ცილინდრი ხო 5-იანი კაი ბატონო ორმეში ცილინდრი ჭრილებს ვერ ითვლი კაცო ა შენ გინდა რომ თვითონ მაგაზეც ნახო წარწერა ლულას ავიტყვი
ტრაქტორული აღეს მაგრამ მაგარი დამზადებულია რა. ჩანახეს 40 დაზამბარებული რო. ამ გუდები ტრაქტორის. და უშვის კბილი. მურად გაუთიში რა, თუ ვინმე ისეთი არ არის. ამ ფეტი ნიჩა. მობილეთ. აწყე. თავისი სიები, დამყები თავისი შემოწმებული თავისი ყველაფრით და თავისი არის მოჯენილი კარგად. ეხლა აგერ გვაქვს ჩვენი ვაზნები. დავიწყებთ ქარხნული 4 ნომრით 32 გრამით. ყველა ჩოქს გავყვებით და მე 7 ნომერსაც ვისვით ქარხნულს. სპასი რო არ გიდეს ვიგდები აუცილებლად. ჯვირია? აბა შენ 4 ნომერი, ეს არის აზოტი ენერჯი 4 ნომერი 32 გრამი. მიდი იმ ქვასთან შენ ადგილზე. ეს ავასკოია? ქარხნულია ხო? აუბანო. მიდი. ხიე. კონტეინერი დავინახე, სადაც მივარდა. აგე იქით გდია შენგან 3 მეტრაში. რა? მასრა. აი კონტეინერი ვიპოვე, ეგ სამიზნემდე მოუტანია, ნახე რა კარგადაა გაშლილი. გამოჩნდება? აბა რა. მაშინ დავაწერე რომელი რა იყო, მოიცადე. აი მაინც გავაფერადეთ. ეს არის პირველი გასროლა ცილინდრით. აზოტი ენერჯი 4 ნომერი 32 გრამი. 35 მეტრზე და ცილინდრმა შესაბამისად ფართო გაშლა გააკეთა. ოდნავ არის მარჯვნივ დამოღებული. კონტეინერი კარგად გახსნა. ეხლა ვაგებთ 0.25-ს 4 ჭრილით. და იგივე აზოტის 4 ნომერს გავისვრით. Готов. აი წინ. ეს არის მეორე გასროლა. ანუ მისი შედეგი 0.25-4 ჭრილით აზოტი ენერჯი 4 ნომერი 32 გრამი. წარწერა სადაცაა, მან სიცარიელია, მან არ იყო მოხვედრილი. ასე სამიზნე ოდნავ პატარაა დღეს 60-60-ზე. ეხლა ვაკეთებთ მესამე გასროლას და არის 0.75 შემოწმებული და იგივე ვაზნა. 2 ჭრილი 0.75. იგივე აზოტის ვაზნა ქარხნული. უფრო კარგი შედეგი ჰქონდა მიზანზე, კარგად თანაბრად იყო გაშლილი. ხედა უკვე აქცევა დაიწყო სამიზნეს. აბა და ვაზნას თავი წააწყვეტა. ბოჭო, აუცილებლად უყურებთ რას?
რას? ლულის შიდა არხს. ო, ეკი. ორ ჩარჩა შენით რამე. შენ დარაფერი არ არის. შესაბამისად ყველაფერი იზია. სუფთაა, ხო? კი. ხო, ნუ ესენი მაშინ სუფთა იქნება. იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდე იმ დროს ანაყიდი აზოტი ენერგი იყენებდა მე მგონი ნობელის არა პრემიის. ნაფლეთ ხوار ჩარჩა იმით. ეგ მივხვდი, ხო. წავიდეთ, ეხლა ვნახოთ აბა იქ რა მოხდა. ესა მესამე გასროლის შედეგი 0.75 2 ჭრილით აზოტი ენერგი 4 ნომერი 32 გრამია ესეთი შედეგია ფურცელზე არა უშავს კარგია ლამაზად არის განაწილებული წაიქცა ცოტა ქარი ამოვარდა მაგრამ აი ხედავთ რა ხდება ეხლა ერთგოლიანი ჭრილი დავაყენეთ სრული ჩოქი ახლა იგივე ვაზნა სრული ჩოქით. ხო კარგი ნახატი ქონდა იმ ორი ჭრილიდან ნასრულს კარგად იყო გაშლილი მომეწონა ხო ესეთ ეხლა ყველაზე ბევრი უნდა იყოს მეხლი ის სამხაზიანი ბოლოსთვის მოვიტოვეთ იმიტომ რომ იქიდან კიდე სხვა ვაზნები გვინდა ვისროლოთ და ყოველთვის უარ მოხსნა დააყენო ძალიან კომფორტულად ახსოვს ცემის იმპულს არის პროგრესივ კომფორტ სისტემა რა. აი ლულაზე ნახურეთების მუშაობას რამეში გრძნობ? არ ვიცი რა მე პირადად ბევრად რბილი გასრულებია და მოვაბრალებ ამას. პროგრესივ კომფორტი მაინც ახლა სპეციალურად ამის სწორია. ხო. ეს დაჯგუფებაზე ემოქმედებს მაგითოა შექმნილი და რა გულს მე ვიცი. ხო, იმ სამი გასროლიდან ორი კონტეინერი ვიპოვე და ორივე არის ბოლომდე გახსნილი. ხო, ბოლომდე. გადავედით ახლა ნახევარჩოგზე სამჭრილიანზე. და იგივე შენ აზოტის 4 ნომერი. ეხლა წინა გასროლასთან შედარებით, სრულ ჩოგთან შედარებით ის იქნება, რა ქვია. და უფრო მეჭხერი უნდა იყოს. ხო. ნაკლები რაოდენობა მოხვედრილი, მაგრამ კარგა შორს აგდებს ნახე 3 მეტრში ისროლა. ეს იყო მეხუთე გასროლის შედეგი 0.5 ნახევარი ჩოქი 3 ჭრილით. აზოტი ენერგი ნომერი 432 გრამი. ასეთი ის მივიღეთ სურათზე 60-60-ზე. თანაბარი კარგი გაშლა აქვს. იმის გათვალისწინებით რომ ლულის გაბურღულობაა 19 და 7 შვენიერი ის არის. გაშლა გაფანტვა და კარგი ჯგუფია. შეიძლება მაგის მიზეზიც არის, კაი გაფანტვა. ვინიც ირაკლი ნახე ეხლა ამ იგივე 3 ჭრილით მინდა გავისროლო ჩემი დატენილი ესეც იგივეა ზუსტად 4 ნომერი 32 გრამი ქაღალდის კონტეინერში საფონდი 32 გრამი ნომერი 4 ნომერი იგივე რაც ის აზოტი ენერგიები იყო დავინახე რა კარგადაა მოხვეული ხო და მინდა შევეჯიბრო ეხლა აზოტის წარმოებას ისინი თუ მე ქანეშთა შენ ჩემ ფეხებია მე თუ ის ქანეშთა შენ ჩემ ფეხებია ჩაუსიეგეთ კაი მიდი აი ხედავ ცადოთ აბა აი და ზეც გადავიდა ნახე რა კარგით მოეფარა აკეთე თასეფარებამზე და ისე აღარ გვაწუხებს კარგად დაუმიზნე არაფერი შეგეშალოს აგე იქით გადავარდა წინ 2.5 მეტრი დაახლოებით როგორი შეგრძნება იყო ხო ეს ესპანურ დენცზე არის დატენილი მაქსამზე წავედით აბა ვნახოთ იქ რა მოახდინა
ეს არის მე მგონი მე-6 იყო ხო თუ მე-7 გასროლა აღარც მახსოვს რომელი იყო დავაწერე ჩვენი ნახევარი ჩოკით სამჭრელიანიდან ჩვენი დატენილი იყო მაქსამის დენცე ესპანურზე 4 ნომერი იგივე 32 გრამი რაც იყო აზოტის ზონა მაგრამ ეს იყო ქაღალდის კონტეინერში და ნახეთ უბრალოდ რა გააკეთა აი როგორი შედეგი ირაკლი რა სიტყვი მაგართან ამბარი გაშლა რა თქმა უნდა რასაც ხედავ იმას ვიტყვი რა სწორს ხო როგორ მოგწონს თქო და როგორია აი მაგრად მომწონს რა თქმა უნდა ჩემი თქმა და არ თქმა ახლა მაგას მე მოგიდეო წერდა თანაბრად და კარგად დაალაგა და გაშალა და ძლიერადაც მოხდა წააქცია ხო რა დააღირა ზოგიერთებს აქვს ხოლმე რომ მოსაზრება რომ ქარხნული დატენილი რა საკუთარიო და საკუთარს თუ კარგად დატენი გული დატენი თქმა უნდა ჯობია ქარხნულებს ხოლმე და ახლა ზოგია რომ ისეთენის რომ ქარხნულები ჯობია იმედად ამან ეხლა თავისი გაშლით ეხლა მე მგონი 1 ჭრილიან ჩოკიდანაც აჯობა იმას ხო ბევრად უფრო თანაბრად დაალაგა რას გეტყვი იცი ხინტო საიდუმლოდ რასაკვირველია გამორიცხული არ არის რომ ჩვენ საქმე მსოფლიო რეკორდთან გვაქვს გამჯდათ ეხლა გადავაკრავთ და 200-ას გავაკეთებთ კიდე 7 ნომრით და იგივე ნახევარი ჩოკით 3 ჭრილით და ჩვენი ცნობილი 26 გრამით უნდა გავისროლოთ აი დღევანდელ შეჯიბრში ასე ვთქვათ ბოლოს წინა გასროლა ეს არის კლავპატრონის 7 ნომერი ქარხნული წარმოება 34 გრამი აწერია აი ვისოკая скорость მაღალი სიჩქარე და 34 გრამიანი ჯერ ვესროლოთ ეს და მე შევადაროთ ჩემ 26 გრამიანს ჩემი 26 გრამი მაინტერესებს ამ გაბურღულობაზე რას იზავს აქამდე ხო ყველა თოფზე რაც ვისროლეთ კარგი შედეგი ქონდა იმ 26 გრამებს ეს ახლა ნამეტანი 97 ხო ეს ხო ეს ნამეტანის დიდი ისა გაბურღულობა ამას და ვნახოთ ჭრილი სხვა სისტემა ხო აბატონო გამომართვი იმიტომ არ მოხსენით ის სამჭრელიანი რომ ბოლო აი მაინც უნივერსალურად ითვლება ეს სამჭრელიანი ჩოკი და მაგითო დავტოვეთ აგენახე საით გაისროლა იქით 4 მეტრში აი კარგა გვარიანად შორს მოისროლა მაგაზე შეგრძნება როგორი იყო ცოტა უფრო რისკი იყო ისიერი წავედით აბა ვნახოთ და მერე შევადაროთ ჩვენსას ეს იყო დღეს ბოლოს წინა გასროლა კლავპატრონის ქარხნული ვაზნა ნომერი 7 34 გრამიანი მაღალი სიჩქარის ნახევარი ჩოკი 0.5-იანი 3 ჭრილით და ნახე ირაკლი რა კარგად გაშალა იდეალური მოჩვენებელია მეთქო თანაბარი ცენტრისკენ დაჯგუფებული მარტო ცენტრში აქვს 7 ცალი მოხვედრილი იდეალური შედეგია მე რა მინდა იცი თქვა ახლა ეს კლავპატრონის ლურჯი ვაზნა ბოლო დღეებში რა თოფითაც არ ვისროლეთ ხო აი ამ თოფმა ამ გაბურღულობით აჩვენა ყველაზე მაგარი შედეგი კი ბატონო გეთანხმები ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ესე იგი ყველაზე მაგრად ამას მოერგო ხო და თუ ამ თოფისთვის თუ ჩაუვარდებათ ხელში ეს ვაზნები რეკომენდაციას ხო თუა შემორჩენილი კიდე მე ვიცი რომ კალიბრს გლავპატრონის მე მგონი შემორჩენილი აქვს კიდე მე მგონი მსხვილინო რაღაცა ქონდათ რუსული ვაზნებიდან მაგრამ პირველი და ორი ნომრები ეს კონკრეტული ეს კონკრეტული ვაზნა ნაყიდი მქონდა იქ დინამოსთან თუ ვინმე დაინტერესდება კუთხის მაღაზია პატარა ღვთისმოს მაღაზიას უძახიანი იქ მაქვს აღებული მაშინ ესენი ხო და გირჩევთ რომ იქ მიაკითხოთ და იქ აიღოთ იმიტომ რომ ამ თოფს კარგად მოერგო გადავაკრათ ახლა დღეისთვის ბოლო გასროლა იქნება ჩემი დატენილი 26 გრამიანი და ვნახოთ აბა განიერ ლულაზე შედარებით განიერ გაბურღულობაზე გქონდა ერთი იმის გავაკეთე დასრულეთ რა კი მოიცა მოუძებნო
აი ასე. დღევანდელი დღის საფინალო გასროლა. ჩემი დატენილი ვაზნით 7 ნომერი 26 გრამი ქაღალდის კონტეინერში. ისე დღესაც კარგად ვიხმაურეთ. კი, რაც აბა ველოდებით ბენელის კიდე სხვა განსხვავებულ მოდელს. სანამ გადავალთ შედარებით ბიუჯეტურებზე მერე და ფართო მოხმარების შევლანი ქვეყანაზე ალბათ შარავან შესხმულია რა, ემისი ქმნილებები ნამოშევრებიას პიარდება და ცოცხლობს იდეა. იდეა ცოცხლობს. ხო, სანამ გაისვრე ახლა. ეგრევე დააკვირდი თუ გადატენის განიერი ლულა და რამს შორეზე გაისვრის გახეთქილ ვაზნას. აი სად გადააგდო. მოახედე? ეგ იყო მაქსამი მე მგონი. შეიძლება არა სოკოლი არის. გამოვარდა. მაჩვენე? არა, გადატენილი როა. არა, გადატენილი ჩხულებრივი. ხო, კარგად შეგრძნება? წუბუქი. რამდენი მარცვალი დატოვა დასაწვავი? მოვიწვდი ხულაში. არა, ნუ ბლომად არის თუ როგორ არის? ბლომად არის. სოკოლი ხო არ არის, სუნზე არ ეთყობა? შეიძლება გამომჩამ რომ მარკირება რომ სოკოლია და ყველას ვაწერ ხოლმე მე რომ სოკოლით როდესაც ვტენი ხოლმე. არა უშავს, წამოდი, აბა ვნახოთ ახლა იქ რა მოხდა. უგეზარება, წავედით. აქ რო ასეთი ამბავი მოახდინა, იქ რას იზამდა. ადი გამოადგეთ. ეს იყო დღევანდელი დღის საფინალო გასროლა. ჩვენი დატენილი ნომერი 7 26 გრამი. ნახევარი ჩოკით, 3 ჭრილით. 35 მეტრიდან. აი, როგორც მოლოდინი მქონდა, იმაზე მეტად გაამართლა. Вы еще ответите за ваши антиобщественные опыты, хулиган. ხედავ შენ ეს განიერი გაბურღულობა საფანს და მით უმეტეს წვრილებს როგორ უხდება. რა სიტყვი ირაკლი ამ ნამუშევარზე? ძალიან თანაბარი გაშლა. და ამეგონა თუ 19-7 გაბურღულობით 26 გრამის საფანტი აი ესე თანაბარად გაიშლებოდა. თუმცა მეგონა რომ უფრო მეჩხერი იქნებოდა ბადე. მაგრამ ფაქტის სახეზეა რა, მაგრა დაალაგა. არაფერი ისეთი უკეთესიც არის. როცა ჰაერში ორშაურიანს ააგდებენ და უკან რომ აღარ დაბრუნდება, ისაა უკეთესი. აგერ ლას შეუძლია ეგ 10-დან 9 ჯერ. ეს ძალიან დიდი ინტერესი მაქვს. აი აქ ერთი დაგჭო კიდე ასე. ბორდ სისტემისა და ამ 18-დან ბენელის ესრულა რომ შევადარო ერთმანეთს რა. ეგ იქნება მართლა საინტერესო იგივე ვაზნებით. შეადარო რა ისიც გადავიღოთ და მე ნახავ იგივე ვაზნებით ვიდეოზე ხო უკვე დაფიქსირებული. ხო აი გული ვაზნა რომ შევადაროთ რა. ორ ვიდეოს ნახავ და ორი ვიდეოს ჯამში დააპაუზებ. ნიუახუთი ბორდ სისტემის სრულა ხმას და ბრაუნი გახუთი აქ დასრული გვაქვს ჩვენ. არხზე მაგ ვიღაცას რო ქონდა შენი ახლობელი რო იყო. ახალი ნაყიდი თბილისიდან რო ჩამოვიდა. რო გვესწრებოდა ისიც აქ რო იყო. დევს არხზე, ახალი თანამედროვე. რა ვისროლეთ იქიდან მე. მე მგონი ბევრნაირი რაღაცა ვისროლეთ და ამის შესაბამისიც იქნებოდა რაღაც. გვაიეთი ეძღვნის შევადარო რა. ერთ სიტყვით ასეთი სურათი გვაქვს და არ შეგვარცხვინა ჩვენმა დატენილმა. და ეს 26 გრამი საფანტი დატენილი და ცოული ვაზნები უწოდების სიმაღლეზეა რა. შენ როგორც თქვი, ლულაშიო ცოტა მარცვლები დარჩა, ალბათ სოკოლზე იყო. მაგის მიუხედავად მაინც ლამაზად დაალაგა. მაგრა დაალაგა და. ბრავო. მართლა კარგია. მაგიარებ? მართლა კარგია ზმოლა. ამანძილზე ახლა ამან არც კედანი არ მოგაუშვას და არც იქ და რავია. ასეთი ბადეში რომ ხდება რა გაწაღიოა იქ. აფერა წავაკიდან. და საკმაოდ ძლიერად მოხდა პატარა ხონა ხო რა და რო ხდება აღირავებს.
ძალიანაც კარგი. კაი. მოურჩით აგერ დღეს დავამთავრეთ ამ დღევანდელი დღისთვის ახალი მოდელის ამ მოკლე აღწერა და სროლები და ბოლო სიტყვაობის ამბავში ვწერთ ახლა 1-2 წუთიან ვიდეოს კიდე. Advanced impact system. AICHOKE ქვია. Advanced impact. როგორ თარგმნია ეს? რა translate-ით გადავთარგმნით, ანუ ვინმე შეწოდინება დაგვიწერენ იქ რა. მოკლედ და რა თქმა უნდა დადებითი ემოციები დატოვა. თქო ვიცოდი ეს ტოპიკაც ნამახის ყველა ნასროლის ხონდა ესენი და ვიცოდი რაც იყო უბრალოდ ასეთი ტესტის საშუალება არ მომესახულნე. მაშინ რომ გამეკეთებინა და ეხლა უფრო სრულყოფილად გავაკეთეთ ეს ტესტირება. ნუ რა შეიძლება თქვა და ნატკეპნი სიტყვები გამომივა. ნუ კარგი ტოპი როა და მაღალი კლასი როა, მაგი ისედაც ცნობილია. ისედაც ბავშვმაც კი იცის. ასე ვთქვათ. ეს სპორტული ტოპები ზოგადად ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულია და თითქოს მარტო სპორტისტვის უნდა იყოს გათვლილი, წარმატებით ხმარობდი და მეხმარია ხოლმე ნადირობის დროსაც. და მოლოდის ყოველთვის გადააჭერბა. მიუხედავად იმისა, რომ მე დაბალი სამიზნე თამაშის მოყვარული ვარ, აქ ამაღლებული სამიზნე თამაშია. ბევრად არა, მაგრამ ამაღლებული სამიზნე თამაშია და მიუხედავად იმისა, უფრო ჩემთვისაც კომფორტული უნდა ყოფილიყო წესი ჩემი დაბალი სამიზნე თამაშია, მაგრამ აი ეს აიყურეთ ცოტა სამიზნე ხაზად მოდის და თამაშა ოდნავ ზევით არის რა. ეს ამ ქვეშ რო ყოფილიყო, იქნება დაბალი სამიზნე თამაშია მაშინ. აი ეს ვერცხლისფერი დაფარვა რო არის, სირაკოტიო თუ რაღაცა რო უძახიან, ეგ არის? არა, სირაკოტი არ არის. ეს დაფარვა არ არის, ეს თვითონ არის ეს მასალაა თვითონ ფერის და უკვე მეტალია? ხო, მეტალია, ასე ვთქვათ, არმირებული ალუმინი. ანუ ფოლადი არ არის, ხო, არც არა, ფოლადი არ იქნება ეს ფიზიკურად ვერ იქნება ფოლადი. არ არის გუგლს ზედანაწილი, ესე ქვედანაწილი არის ალუმინი, 50 მარკა თუ არ ვწდები რა. ან 43-45 ეძახიან კიდე ზუსტად რომელია მაგაზე არც წარმოებელი იღლის ხოლმე იმას თავს რომ განაცხადოს აზრი არ აქვს იმიტომ რომ ამ კოლობს ფაქტიურად ძალა არ ადგება გასროლის დროს რა გასროლის დროს რასაც ძალა ადგება საკეტი და ჩამკეტი სისტემა არის ძალიან მაღალი ხარისხის ძალიან მაღალ დონეზე დამუშავებული სპეციალური ფოლადი რომელიც აი ამ ყველაფერს ძალიან ადვილად უკლავდება იტანს ასე ვთქვათ რა ეს ახლა რახან სპორტული ვარიანტია, შედარებით უფრო ალბათ რესურსი მეტია, ხო? მომატებული რესურსით იქნება ყველა ვარიანტში, უფრო დაცულილულა, გაბურღულობა 19 და 7-ია, როგორც გითხარი. დაფარვის სისტემაც განსაკუთრებული აქვს, ეს ჭრილებიც ნადირობთ ზოგადად არ აქვს ხოლმე წინ ლულის ზედანაწილზე რო აქვს ეს საექსტრაქციო ჭრილები რა, რომელიც ჭარბ გაზებს გამოდევნის არც ემჩნევა ხოლმე გასროლისას არც იმჩნევს რომ მაინც გაზები გამოდის, მაგრამ რეალურად გაზები მაინც გამოდის რა იფრქება. ლულებზე ნახრეტებზე ამბობ. ხო, ლულის ნახრეტებზე გეუბნები, აი ზევით რო 24 ნახრეტი აქვს რა. 12 აქვს რა. თან თუ ატყობ ზევითა ნახრეტები მიმართული როგორც იმ გუშინ ჩვენ კომპენსატორს ჰქონდა. ხო. გაზი ზევით ამოდის და ბალანს არ ქვევით იმაში. ხო, ნუ ეს ერთგვარად ლულის ზევით აგდებასაც უშლის ხელს, ანუ კომპენსატორია. ხო, კომპენსატორებს ერთგვარად ასე ვთქვათ რა. ძალიან ერგონომიულად ის იარაღი ხელში. ეს გამშვები ღილაკი ხო საერთოდ ზღაპარია, ძალიან რბილია და გააჩნია რბილი დაშვების სისტემა. მაგასაც ჩვეულებრივ დამაბრუნებელი ზამბარა კონდახშია, ხო, კონდახში აქვს მოხუნდების ზამბარა ამას და პლუს კონდახში აქვს ამას ეს რა ქვია იმას იმპაქტ კომფორტის სისტემა რა, პროგრესივ კომფორტის სისტემა. ზამბარებია ჩალაგებული. ფირფიტებია ჩალაგებული და უცემის შემოწეველია მოკლედ რა. ამორტიზატორია გაძლიერებული. პროგრესივ კომფორტი რა ბენელისეული პატენტია ეს და ან კლასიკური ესეთი სანადირო სპორტული ტოპია. თავისი CIP-ის დამოღებით, თავისი ყველა სიკეთით და ხარისხის მაშვენებლებით და ზოგადად მეც სიტყვით და ორი გაგებით ძალიან ლამაზი და კომფორტული და მორგებული და ესთეტიკური ტოპია რა. აი მე მგონი სულ ეს იყო რაც შეიძლებოდა ამ ტოპზე დღეს. ესე მოკლე აღწერით გვესაუბრა. ერთი სიამოვნებაა ამით.
ალბათ სროლაც, ნადირობაც. ნადირობას და ზოგადად ასე რაღაცა ფლოპ ადამიანი რაღაცნაირად უფრო გეხალისება კიდევ სანადირო წასვლები რა. მეცი რომ იერაღით ჩვენ რო გვეგონა რომ ბენელების მარაგი ამოვწურეთ, კიდე გამოჩნდა და იმედი ალბათ ხო კიდე იქნება რამე გამორჩეული მოდელი. აი ეს ფოტო შესვენარე მაშინ. ეგარი. დროებით და დაგემშვიდობებით. ამით რა თქმა უნდა არ ვამთავროთ ჩვენ იერაღის განხილვის ციკლს. ახალი იქნება რაღაცა და აუცილებლად შემოგთავაზებთ. ნელინა ხარისხით ვიწევ თურქულებიდან დავიწყეთ და უკვე იტალიურებისკენ დავით და მე რა იქნება ხოთოიც. მე ისევ დაღმავალი მიმართულებით წამოვალთ და ისევ ბიუჯეტურებსაც, იმიტომ რომ უმეტესობას ეხლა მონადირეების და ჩვენთან ვისაც აქვს ხელზე ძირითადი ალბათ უკვე ბიუჯეტური თოფები და ძალიან ხშირად რენოვას ითხოვენ, ფენომას ითხოვენ რაღაცებს და თუ ჩაგვივარდება ხელში მაგასაც რაღაცას მოუყვებით, გავისვრით, გავერთობით სეზონის გახსნამდე კიდე დიდი დროა, მიუხედავად იმისა, დღეს კიდე ერთი დღე მოაკლდა, მაინც 5 თვეა დარჩენილი. დარჩენილი, მაგრამ ეგ დროს მალე მოვა. დროებით. აბა კარგად იყავით.